საქართველოს გერმანიის რეპროდუქციულმა ცენტრმა ევროპის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების ეშრე 42 ყოველწლიურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლონდონში გაიმართა. კონგრესი აერთიანებს სამეცნიერო კონფერენციას, პრაქტიკულ ვორქშოპებს და საერთაშორისო სამედიცინო გამოფენას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი და მეცნიერი სწორედ ამ პლატფორმაზე ეცნობა სფეროს უახლოეს მიღწევებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს. GGRC უკვე მეოთხედ მონაწილეობს ეშრეს ყოველწლიურ კონგრესში, წელსაც ცენტრის კონგრესზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, რომელიც საქართველოს დელეგაციის შეხვედრებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაციის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. რას ნიშნავს საქართველოში რეპროდუქციის განვითარებისათვის ამ სახის მაღალი დონის კონგრესში მონაწილეობა, რა გზას გადის საქართველოს რეპროდუქციული მედიცინა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსერიძე გვერდდება ლონდონიდან. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. დიდი მადლობა. რომ გამოძებნეთ. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა იმისთვის, რომ დააფასეთ ჩვენი საგამოფენო სივრცე, მადლობა იმისთვის, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობი BMG-ს თვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი სიახლეები ყოველთვის ჩვენი ეთერის საშუალებით გადის. მადლობა თქვენ რომ შემოგვერთით. ქალბატონი ნინო, GGRC უკვე მეოთხედ წარსდგა ამ რეპროდუქციული მედიცინის ეშრეს კონგრესზე. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის განვითარებისთვის ამ სახის მაღალი დონის კონგრესში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასევე მსოფლიომ გაიგოს, რამდენად კარგი ხარისხის სამედიცინო მომსახურება აქვს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში. რომ ჩვენი შედეგები, საქართველოს შედეგები, მე იმედი მაქვს, დადგება დრო, რომ ჩვენი ადგილი იქნება უკვე ეშრეს ასე ვთქვათ შედეგებთან ერთად, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ციკლია საქართველოში, რომელიც სრულდება, საკმაოდ კარგად სრულდება, კარგი ხარისხის მედიცინას იღებს ჩვენი მომხმარებელი და ვფიქრობ, რომ პაციენტები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან საქართველოში და პრაქტიკულად დღევანდელ დღეს ხაბია საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც ის, რომ ეშრეს კონგრესზე ვართ წარმოდგენილი საქართველოს უკვე მეოთხედ და პირველად უკვე ჩვენი სიმპოზიუმი გაიმართა ინფერტილიტი 35+. და ჩვენი სპიკერები და ჩვენმა სპიკერებმა წარადგინეს უკვე ის ნაშრომები, რომლებიც სრულდება საქართველოში, იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგი იყოს ორსულობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაიბადოს, ჯანმრთელი და შესაბამისად ეს განვითარება ერთმანეთთან ურთიერთობა, თუნდაც იმაზე, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ რეგენერაციულ თერაპიაზე, რომელიც საქართველოში სრულდება და ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის ეს თერაპია და ჩვენთან იგზავნება ასეთი პაციენტი, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი შედეგები, ასევე ჩვენი პარტნიორები იყვნენ გერმანელები, რომლებიც მონაწილეობდნენ, ჰოფმანები ასევე ჩვენ სესიაში, ასევე ჩვენი პარტნიორები სომხეთიდან იყვნენ და წარადგინეს თავიანთი მოხსენება, იქ ძირითადად გენეტიკურ პათოლოგიაზე იყო საუბარი, რაც ეხება სომხეთის პრობლემას, ანუ პერიოდულ დაავადებასა და ენდომეტრიოზზე და მოკლედ ძალიან საინტერესო იყო წლევანდელი ჩვენი ვიზიტი ამ ტერიტორიაზე, ვინაიდან პირველ ბავშვს შევხვდით ლუიზა ბრაუნს, რომელიც ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ესე ვთქვათ წარდგენი იყო და ჩვენ ჟურნალში მას აქვს თავის ინტერვიუ N Factor-ში, რომელიც გამოვიდა სამედიცინო ჟურნალი, რომელიც არის ჩვეულებრივი მკითხველისთვის და აქ ასევე არის IFFS-ის პრეზიდენტი მარტინ ხორტონი, ასევე შევხვდით ეშრეს პრეზიდენტს, რომლებიც ასევე დაუპატიჟეთ ჩვენს კონფერენციაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კი ჩამოვდივართ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომ წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, რომ მოვახსენოთ რა შედეგები გვაქვს საქართველოში, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ექიმების ტრენინგი, ჩვენი ექიმების განვითარება, შესაბამისად IAS საერთაშორისო სპიკერები, რომ იყვნენ საქართველოში ჩამოვიდნენ, რომ ჩვენს ექიმებს თუნდაც რეგიონებიდან წარუდგინოთ მათი ნაშრომები და გავცვალოთ ასე ვთქვათ ჩვენი გამოცდილება, ამისთვის მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები. დიახ, ისმენ ტექნოლოგიები და მიდგომები ძალიან სწრაფად იცვლება. აი ამ ლონდონის შეხვედრამაც რა აჩვენა, როგორ მიყვება ქართული რეპროდუქციული მედიცინა იმ სიახლეებს და სტანდარტებს, რომელიც ინერგება წამყვან ქვეყნებში.
დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. აბსოლუტურად მიყვება ფეხსაფეხ. დღევანდელ დღეს რაც აღმოგვაჩინე და მე უკვე ნამყოფივად ჩინეთში და ნალასკუნად რობოტული მედიცინა ემბრიოლოგიაში, ფიქრობ, რომ ის უკვე მდგავართ, ასე ვთქვათ, მეორეები ვართ იმაში, რომ როდესაც შემოვა ის რობოტი ჩვენს კონდა საქართველოში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელ დღეს როცა ჩვენ ვსაუბრობთ სპინდელ ტრანსფერზე, ანუ ასაკოვან პაციენტებში სამიმშობლის შვილზე, საქართველოში უკვე ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ეს ტექნოლოგია და იაპონელებთან და ამერიკელებთან ერთად ვაპირებთ, რომ სექტემბერში უკვე შევთავაზოთ ჩვენს ქართულ პაციენტებს ამ ტექნოლოგიით ბავშვის აბადება და მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გავაკეთებთ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ფეხდაფეხ ვიყოთ მსოფლიო დონეზე. მინდა სიმპოზიუმზეც ვისაუბროთ, თქვენ უკვე ახსენეთ, რომ იყო სიმპოზიუმი ძალიან ესეთი წარმომადგენლობითი, რომელიც თქვენი ინიციატივით ჩატარდა და მიეძღვნა 35+ ასაკის უშვილობის პრობლემას, რომელიც მართლაც სერიოზული პრობლემა არის. რა გამოიკვეთა, რა არის ის მთავარი გამოწვევები მედიცინაში ამ კუთხით და რამდენად შეგვიძლია რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს? მათ შორის საქართველოშიც. მე ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოში რა გამოწვევაც არის, იგივე გამოწვევა არის საქართველოში, ეს არის ასაკი, ქალის ასაკი, ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე გენეტიკური პათოლოგიები, რომლებიც მაინც არსებობს, რაც არ უნდა იყოს და გენეტიკაში არის ყველაზე მეტი სიახლეები, რაც კი შეიძლება მსოფლიოში და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში იყოს და ვფიქრობ, რომ ემბრიოლოგია როგორც ვითარდება ის, რომ პრაქტიკულად ჩვენ 98% ჩვენი ციკლებით არის გენეტიკურად გამოკვლეული ემბრიონების გადატანა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანას ჰქონდა ასეთი შედეგები, რაც ჩვენთან არის ის, რომ დღევანდელ დღეს პრაქტიკულად ჩვენი 95-98% ციკლებისა გადადის გამოკვლეული ჯანმრთელი ემბრიონები და აქედან გამომდინარე გაცილებით უფრო მეტია ასევე ორსულობის რეიტიც და ასევე ის რომ დაიბადოს ჯანმრთელი ბავშვი, იმიტომ რომ მხოლოდ დაბადება, მხოლოდ ორსულობა არ არის მთავარი, აქ არის მთავარი ის რომ დაიბადონ ჯანმრთელი ბავშვები და პრაქტიკულად, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ, რომ დემოგრაფია და ორსულობის მეთვალყურეობა, რაც აქაც მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი, ასევე ის რომ გენეტიკაში არ იყოს პრობლემები, ასევე ის რომ გამოკვლევა ხდებოდეს, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის კერიერ სკრინინგი, ანუ მტარებლობის სკრინინგი, ამაზე ვისაუბროთ ყოველთვის და ყველა სიახლე ჰქონდეს ქართულ პაციენტს იმისთვის, რომ განვითარდეს ეს დარგი, აუცილებლად მივაწოდოთ კარგი სერვისი და რაც მთავარია, პირველივე გადატანიდან ჰქონდეს არა 30-40%, არამედ 50 და 60%, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ბოლოს მინდა მოკლედ შევეხოთ იმ მომავალი გეგმებსაც, თქვენ ახსენეთ, რომ სექტემბერში არის დაგეგმილი თქვენი ღონისძიებაც, ვიცით რომ 2027-ში ეშროს 53 კონგრესი გაიმართება სტოკჰოლმშიც, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით? უკვე ვისაუბრეთ სტოკჰოლმზე, შესაბამისად უკვე დაგეგმეთ როგორი იქნება ჩვენი საგამოფენო სივრცე, ასევე ჩვენს პარტნიორებს შევხვდით ეშრეზე, რომლებიც გვთავაზობენ ყოველთვის თავის მომსახურებას და მაქსიმალურად მე ძალიან მოსწონს დიზაინით შექმნილი ჩვენი ქართლის დედა და ბიგბენი ერთად, შესაბამისად აი უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ჩვენ საგამოფენო სივრცეში და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ საქართველოს პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამას ყველაფერს ვახერხებთ ამ საშუალებით და ასევე კიდევ უფრო მეტი და მეტი სპიკერი ჩამოდის უკვე ჩვენს კონფერენციაზე, რომელიც უკვე მეშვიდედ გაიმართება საერთაშორისოა და ამ სფეროში პრაქტიკულად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ისინი ერთია საქართველოში და მე მიხარია, რომ სხვა ასოციაციების წევრები, სხვა ქვეყნები, პოსტსაბჭოური ქვეყნები, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ისინი უკვე სესიებს გამართავენ ჩვენთან და ვფიქრობ, აი ასეთი მასშტაბის გახდება მალე. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები. GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსერიძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც ლონდონიდან შემოგვიერთდა.